მე და დავითი. შენ რაც გეკითხება ტექსტი ეს წაიკითხე. როგორი თანმიმდევრობით გაივლიან საჯვარედინის მძღოლები მოცემული სიტუაციაში. პირველი მოტოციკლი, ტრამვაი და ავტომობილი, მეორე ტრამვაი, მოტოციკლი და ავტომობილი და ტრამვაი და ავტომობილი, მოტოციკლი. სამი პასუხი გვაქვს. მოტოციკლი რა შედება? კარგად დააგვირდი, რა ნიშანი აქვს მოტოციკლებს დაუთმე გზა. ხო. მაგრამ დაუთმე გზა ტრამვაისაც, დავით, აგე. და ყვითელ მანქანასაც. ანუ სამივე არიან თანაბარ მნიშვნელოვან გზებზე, თანაბარ პირობებში. ანუ მარჯვენა მხარის პრინციპია. მარჯვენა მხარე არ არის ახლა თანაბარ პირობებშიო. ჩვენ ვისწავლეთ რომ პირველი გადის ტრამვაი. აბა გავატაროთ ახლა დავაი ეძებე სად არის ტრამვაი? ტრამვაი ესე. პასუხში ნახე. პირველი მოტოციკლეტი, ტრამვაი და ავტომობილი. მეორე ტრამვაი, მოტოციკლეტი და ავტომობილი და მესამე ტრამვაი და ავტომობილი, მოტოციკლეტი. მესამე იქნება ჯერაელის ტრამვაი, მერე ავტომობილი და მერე მოტოციკლეტი. რატო გაივლის ავტომობილი? ავტომობილი შენ გასწავლე მე რომ ავტომობილი საით მიდის, ზმაო, ყვითელი ავტომობილი საით მიდის? მარჯვენა. კარგად შეხედე, შენ ზიხარ ახლა ყვითელში. იქა ზიხარ, აქედან უყურებ, აქედან რო უყურებ და მიდის მარჯვნივ, აბა დაჯექი ახლა ყვითელში. მარცხენა. გამარჯობა, ყვითელი მიდის მარცხენა მხარეს. ყვითელი რო მარცხენა მხარეს მიდის, მანდ გიწერია შენა. ვინცო თანაბარ გზებზე მარცხნივ უხვევსო, ხუეგრე გიწერია. ვინც უჭრისო, ის უთმობსო. ანუ ჯერ გაივლის მოტოციკლეტი. დიახ. და შემდეგ ყვითელი. აბა დაალაგე მეორე პასუხი წაიკითხე. ტრამვაი, მოტოციკლეტი. ტრამვაის უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ყველას მიმართ დაწინაურებული ტრანსპორტია თანაბარ გზებზე, თანაბარ სიტუაციაში. მერე მოტოციკლეტი მიდის პირდაპირ. ყვითელი უჭრის მოტოციკლეტი. გაგახსენდა. შენ იმდენ სამუშაობ, რომ აი მოტოციკლეტების და ტრამვაის ჯავრი არ გაქვს სამსახურში. ცოტა უთხარი რომ დამაცადეთ ვისწავლო კაცო რა. აიგე, მშრომელი კაცი ხარ. ესე იგი გავიგეთ. მას დავალაგეთ ყველაფერი, ხო? ვინც უჭრის, ის უთმობს. ეგ არის შვილო მაგარი კანონი, დაახლოებით 42 სიტუაცია გვაქვს ეგეთი. კარგი, წავედით.